მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს კანონმდებლობა, რომელიც გამოიყენება ამ თვეების განმავლობაში და მანამდეც არის ძალიან პრობლემური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს გულისხმობს და ეს კიდევ უფრო რეპრესიული გახადა იმ ცვლილებებმა, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით დეკემბერში კანონმდებლობაში ასახა. ამ ცვლილებების შემდეგ, მათ შორის ეს მუხლი, რომელიც ეხლა დღეისათვის ყველაზე ხშირად გამოიყენება, გზის გადაკეტვის მუხლი, გამკაცრდა სანქციის ნაწილში და გამკაცრდა ძალიან მასშტაბურად. ფაქტობრივად 10 ჯერ გაიზარდა ჯარიმა, თუ მანამდე იყო 500 ლარი გზის გადაკეტვისთვის, ეს ჯარიმა გაიზარდა და გახდა 5000 ლარი. თუმცა აქ მთავარი პრობლემა არის იმაში, რა შეიძლება ჩაითვალოს გზის გადაკეტვად და ჩვენ რა საქმეებსაც ვაწყდებით და რა საქმეებიც განიხილება სასამართლოში, ის საქმეები, რომელიც ჩვენამდე მოდის, ძირითადად ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მაგალითად გზა უკვე გადაკეტილი იყო და ადამიანები შეუერთდნენ პროცესს, როდესაც გზის გადაკეტვა არ მომხდარა ხელოვნურად. უნდა ვთქვათ ის, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს ზოგადად გზის გადაკეტვას, იმიტომ რომ შეკრების უფლების ნაწილია ის, რომ შესაძლოა დისკომფორტი შეექმნას გზავს, ვინც ამ გზაზე გადაადგილდება ტრანსპორტს, მაგრამ ეს ყველაფერი მისაღებია დემოკრატიული ქვეყნებისთვის და აქ არის ერთადერთი დათქმა, რომ გზის გადაკეტვა ხელოვნურად, როდესაც მაგალითად ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში და თუ ეს ამართლებს ჩარევას ამ უფლებაში და სახელმწიფო მithvine გარკვეული დრო ეს შეზღუდვა და შემდგომ ერევა ამ უფლებაში, მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება იყოს ეს ქმედება სამართალდარღვევას. სხვა შემთხვევაში თუ ეს კანონი ასე რეპრესიულად გააგრძელებს თავის ფუნქციონირებას, საერთოდ აზრი ეკარგება შეკრების უფლების არსებობას საქართველოს კონსტიტუციაში, იმიტომ რომ ამ უფლებაში ჩარევა ხდება ინტენსიურად სხვადასხვა ფორმით და მათ შორის სადამსჯელო მიზნებისთვის და ჯარიმის 5000 ლარიანი ჯარიმის დაკისრება არის იმ ტიპის სანქცია, რომელიც თავისი სიმკაცრით სისხლის სამართლებრივ დასჯასაც კი შეიძლება უთანაბრდებოდეს და ასევე გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, სადაც ნათქვამია, რომ შეკრების უფლების კონტექსტში სადამსჯელოდ ასეთი ტიპის სანქციების გამოყენება ვერ გამართლდება და ეს არის ჩარევა გამოხატვის და შეკრების თავისუფლებაში. ჩვენ სწორედ ახლა ამ პროცესებს ვუყურებთ, როდესაც სახელმწიფო სხვა ფორმით ცდილობს რეპრესიული ზომების გატარებას მშვიდობიან დემონსტრანტების წინააღმდეგ. თავიდან ნახევი დეკემბერში, მათ შორის ნოემბრის ბოლოს ამას ჰქონდა უფრო ინტენსიური სახე, როდესაც შესამჩნევი იყო ძალის დემონსტრირება და ფიზიკური ანგარიშწორება, მათ შორის იძულებითი და თვითნებური დაკავება ადამიანების. შემდგომ ამან იცვალა ფორმა, ანუ რაღაც ახალი ფორმა არის მოფიქრებული საიმისოდ პირველ რიგში როგორ მოხდეს კონკრეტული პირის დასჯა და შემდეგ როგორ მოხდეს საიმშიშის გავრცელება, ხო, სხვაზე რომ ეხლა მე რო ქუჩაზე დავდგე, საიდანღაც მიყურებენ და 5000 ლარი დაჯარიმება მემუქრება. ეს არის გეგმა, რომლითაც მიდის ხელისუფლება. ის არის, რომ სასამართლო საერთოდ ამ მტკიცებულებებს მართლა, ანუ ეს საქმეები რომ განიხილებოდეს ობიექტურად, მაშინ შესაძლოა ასეთი პრობლემა არ იყოს კაცრი სანქცია კანონში, როცა მაგალითად ჩვენ გვეცოდინებოდა, რომ სასამართლოში რომ მიდის საქმე და ადამიანი, მას აქვს შესაძლებლობა მართლაც დაამტკიცოს, რომ ის არ არღვევდა არაფერ წესს და ამაზე ხშირად გვისაუბრია, რომ ეს შეკრული წრე არის, ამგვარი საქმეების აღძვრა და შედავება ადამიანებზე არც იქნებოდა საერთოდ სისტემას რომ არ კონდეს იმედი, რომ სასამართლოში ეს წრე შეიკრება და ეს ადამიანები სამაგალითოდ დაისჯებიან, ხო? სასამართლო ქცეული არის, უბრალოდ ეს პროცესები ატარებს ფორმალურ ხასიათს. იქ მართლაც მართლმსაჯულება კი არ აღესრულება და ადამიანები მართლაც მტკიცებულებების ჭიდილში და ზოგადად პოლიცია კი არ არის მოწადინებული, რომ მართლაც მტკიცებულებები მოიტანოს. მან იცის უბრალოდ ის, რომ რაც არ უნდა დაწეროს ფურცელზე, რომ მაგალითად ეს ადამიანი კონკრეტული არ ღვევდა წესს, რაღაცა უწოდებდით, გადასულიყო, მაგრამ არ გადადიოდა. აი ესეთი ფრაზები რომ ჩაწეროს ოქმში, ეს იქნება საკმარისი სასამართლოსთვის, რომ პირის წინააღმდეგ დაადგინოს გამოიტანოს ჯარიმის სანქცია. იმიტომ რომ სასამართლო ფორმალურად უდგება ამ პროცესებს და არის ფაქტიურად მართლაც შეკრული წრე, როგორც თქვენ თქვით და აი ამ პროცესში ადამიანს არ აქვს არანაირი რესურსი და შესაძლებლობა რომ საკუთარი სიმართლე დაადგინოს. იმიტომ რომ მოსამართლე მართლაც თავის ფუნქციებს არ ასრულებს ამ პროცესზე და უბრალოდ ადასტურებს იმას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს პროცესზე მიაქვთ.
მიუხედავად იმისა, იქ არის თუ არა მტკიცებულებები. ამიტომ ეს ყველაფერი ამმუხლის ესე ინტენსიური გამოყენება და მანამდე სანქციის განკაცრება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ ახლა ესე აღარ მიდის, აი მაგალითად მასობრივად როცა აკავებ და ეს ხალხი ღელავს ამაზე. ეხლა ამან იცვალა სხვა ფორმა და გადაწყვიტეს, რომ რეპრესიები ამ ფორმით გააგრძელონ, როდესაც ეს ჩუმი პროცესია თითქოს, მაგრამ ეხება ძალიან ბევრ ადამიანს და ასობით ადამიანს მიუვიდა შეტყობინებები, რომ მათ წინააღმდეგ სწორედ ამ მუხლით არის საქმე დაწყებული და ზოგიერთს 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ მისდის სხვადასხვა დღესთან დაკავშირებით ამ ტიპის შეტყობინება, რომ მათი საქმე სასამართლოში. კარგი, ნონა, ერთი კითხვა მინდა ასევე თქვენ დაგისვათ, როგორც იურის, აი გახარია საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად, თქვენ ნახავდით ალბათ პარტიის განცხადებას და მათი ცნობით პროკურატურამ შერატონიდან თავდასხმის კადრები ასლებიანად წაიღო. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ, რა კომენტარს გააკეთებდით, როგორც იურისტი, ჩვენ ასევე თავის დროზე ვნახეთ პროკურატურისადმი მიმართვაც და აი ამ სურათზე, ეხლა რასაც თვალს ვადევნებთ, რა შეგიძლიათ რომ უთხრათ საზოგადოებას? დიახ, ეს საქმე არის ძალიან რეზონანსული მისი შინაარსთან გამომდინარე. ეს არის საჯარო სივრცეში, სასტუმროში ადამიანებზე თავდასხმა და აქ მხოლოდ გიორგი კახარია არ იყო, ასევე ზვიად ქორიძე, რომელსაც ჯერ მას დაესხნეთ თავს და შემდგომ როგორც ჩანს დროის გარკვეული დროის შემდეგ იგივე ჯგუფი გიორგი კახარიას ამ ფაქტების გამოძიება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არის აუცილებელი იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მონაცემები, რას აკეთებს პროკურატურა ამ საქმეების რეალური გამოძიებისთვის. იმიტომ რომ მასში ჩართული პირები, ანუ ის პირები, რომლებიც სახელდებიან შესაძლო თავდამსხმელებად, არიან ქართული ოცნების დეპუტატები, ან მასთან დაკავშირებული პირები. აქედან გამომდინარე, ამ საქმეზე რომ არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება და ამ საქმეზე მართლაც გამოძიება ჩატარდეს, ეს არის ქვეყნის ინტერესებში. და საზოგადოების ინტერესებში, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებისა, არც პროკურატურა არის მოწადინებული, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. მათ შორის ეს კადრები გაასაჯაროოს. ჩვენ მაგალითად გვინახავს სხვა შემთხვევებში პროკურატურას გაუსაჯაროებია ჩანაწერები. ესე იგი, ეს არ არღვევს რაიმე პროცედურულ წესებს, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ჩანაწერი იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და ხალხმა თვითონ დაინახოს, რა მოხდა. ასეთი ჩანაწერები, როდესაც არსებობს, რომელიც შეიძლება ამ საქმეში მთავარი მტკიცებულებაც კი იყოს, ასეთ დროს ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით ესეთი მოქმედებები, რომ ჯერ თვითონ პირებს დაზარალებულებს არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ენახათ და სასტუმრო უარს ამბობდა ამაზე. ახლა აღმოჩნდა, რომ საერთოდ ასლიც აღარ ინახება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღძრავს ეჭვებს, რომ შესაძლოა გამოძიება დაინტერესებული იყოს, რომ ამ საქმეზე არ დადგეს შედეგები და ხალხმა ვერ გაიგოს სიმართლე. ამიტომ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება სასტუმროსაც, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა თვითონ დაზარალებულებისთვის გადაეცა და ითხოვდნენ ისინი ამ ჩანაწერებს, გადაეცა ეს ჩანაწერები, ან გაევრცელებინა და საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, იმიტომ რომ ამის სრული უფლება ჰქონდა და ახლა, როდესაც ეს რისკი დგას, რომ მისი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეში მთავარი მამტკიცებელი დოკუმენტების არის, მტკიცებულებები შეიძლება გაქრეს კიდევაც და ან ისეთი ფორმით აღარ იყოს რომელიც სრულად ასახავს ამ სურათს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა გამოძიება იყოს დაინტერესებული სწორედ იმაში, რომ ამ საქმეზე გამოძიება რეალურად არ ჩატარდეს. მხოლოდ გამოძიების დაწყება, ეს არის უბრალოდ სიტყვები, რომელიც თავის შინაარსს უკვე კარგავს, იმიტომ რომ გამოძიების დაწყება უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ყველაფერს აკეთებ სიმართლის დასადგენად და როდესაც ამის ნაცვლად უბრალოდ იწყებ და ამ მტკიცებულებებსაც და ამ გამოძიებასაც იყენებ იმისთვის, რომ მტკიცებულებები მთლიანად შენთან იყოს და არც კი აჩვენოს საზოგადოებას, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა და მიანიშნებს იმ ინსტიტუციურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, როდესაც არ არსებობს არც დამოუკიდებელი პროკურატურა, არც დამოუკიდებელი საგამოძიებო სხვა ორგანოები, არც დამოუკიდებელი სასამართლო და ადამიანებს უბრალოდ რაღაცა ესე ვარაუდების დონეზე გვიწევს მსჯელობა იმაზე, რა მოუვა ამ საქმეს და გამოძიებენ თუ არა და რა მოუვა ამ მტკიცებულებებს. ეს არის როგორც საგამოძიებო ორგანოების პასუხისმგებლობა, ასევე სასტუმროს პასუხისმგებლობა, რომელმაც
დაუყოვნებლივ არ გაასაჯაროვა მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებისა ეს ჩანაწერი. და ნონა, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის, აი რა მოლოდინი უნდა გქონდეს, აი ამ არსებული სურათიდან გამომდინარე, ხო, რომელი ერთი საქმე შეიძლება დასახელდეს ამ რაც საბოლოო ჯამში ამ სტანდარტის გაუარესებას ასახავს, ხომ? აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? ამ ჩვენ პოლიტიკური შეფასებები ხშირად მოგვისმენია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ იურისტებისთვის კიდე განსაკუთრებით მძიმე არის ამ საქმეებზე მუშაობა, სადაც რაღაცეები უამრავი საკითხი არის ნათელი, იკვეთება პოლიტიკური ინტერესი და ეს უკიდურესად ართულებს შექმნილ ვითარებას. თქვენ ვიცი რომ პარალელურად ასევე მუშაობთ იმაზე, რომ ყველა იმ საქმეზე, რაშიც ხელისუფლებამ პოლიტიკური ინტერესი ჩადო, ადრე თუ გვიან სიმართლე დადგინდეს და კრებთ ამ ყველა მტკიცებულებას საიმისოდ, რომ თავის დროზე სამართალი აღდგეს. აი ამ პროცესზე რისი თქმა შეგიძლიათ? დიახ, ჩვენ პარალელური პროცესებია ეს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობთ ერთი მხრივ შუალოდ დაზარალებულებს ვეხმარებით საქმეში იურისტებად, წარმომადგენლებად პროცესებზე თუ საგამოძიებო ორგანოებში, მაგრამ ამან უკვე დაკარგა რეალურად მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ამტკიცო შენი სიმართლე, თუ მეორე მხარეს არის პოლიტიზირებული სასამართლო მიუკერძოებელი არ არის გამოძიება, მაშინ შენი ეს ცდილობები არის ფუჭი და ქვეყნის შიგნით შესაძლებლობა რომ სიმართლე დაამტკიცო არ გაქვს ფაქტობრივად და ამის ნათელი დადასტურებაა მათ შორის მზია ამაღლობელის საქმე, და ასევე ბევრი ის საქმე, რომელიც ამ დღეების განმავლობაში სულ ისმის მედიიდან და ეს საქმეები რეალურად არსებობს და არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში სიმართლეს ვეღარ პოულობენ და უკანონოდ იმყოფებიან პატიმრობაში, მათ შორის მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის სასამართლომ და შემდეგ ქუთაისის აპელაციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, ეს ამის ნათელი დადასტურებაა, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა და საჭიროება იმისა, რომ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მაგრამ მაინც პატიმრობა გამოიყენა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე აპელაციამ, არც კი განიხილა შინაარსობრივად ეს საჩივარი და დატოვა პატიმრობაში, უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი. მაგრამ ჩვენ ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტირების პროცესს ვაგრძელებთ, რაც დარღვევებს ეხება და ამ დოკუმენტირებას აქვს ბევრი მნიშვნელობა, მათ შორის ის, რომ ჩვენ ამ მტკიცებულებების გამოყენებას ვგეგმავთ იმ სამართალწარმოების პროცესში, რომელიც ქვეყნის გარეთ შეიძლება წარიმართოს, ეს იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თუ სხვა მექანიზმები, მათ შორის ჰაგის მექანიზმთან დაკავშირებით ჰქონდა ჩვენ განცხადება, როგორც გახსოვთ და ყველა ამ მიზნებისთვის, მათ შორის გაეროს მექანიზმები არსებობს, სადაც შეგვიძლია ამ საკითხების დასმა, ამ ყველაფერს სჭირდება, მათ შორის დოკუმენტირება და ეს პროცესიც პარალელურად ხორციელდება, ვაგროვებთ დაზარალებულებისაგან ისტორიებს, მტკიცებულებებს და ამას შევკრავთ შემდეგ ერთ ანგარიშად და ამას საზოგადოებასაც წავდით.